შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ქუჩაში გამოვიდნენ, სხვა გზა მათ არ დარჩათ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებისთვის ევროინტეგრაცია სწორედ უდრის უფლებების დაცვას, მათი უფლებების დაცვას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ მათივე შეფასებით ყოველდღიურად ირღვევა. ეს მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ ისედაც ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებით, ინტეგრირებული არ არის ბევრი სივრცე თქვენთვის, როდესაც ვშორდებით ევროპას, როგორ გართულდება თქვენი ყოველდღიური ცხოვრება. ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი, ყოველ დღე ისეთი ამბები ხდება, რომ ვეღარ ვეწევით რომელი რა გავაპროტესტოთ. მათ შორის აი შშმ პირებზე ზეწოლა კი არა დევნა, ისეთი უშუალო სიტყვებით ლანძღავენ, რომელ ოჯახის ღირებულებებს იცავენ ესენი მე არ ვიცი. შშმ საჯარო მოხელეები, რომლებიც ევროკავშირის მომხრეები იყვნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს, ჯერ დაემუქრნენ, გააფრთხილეს და შემდეგ გაათავისუფლეს. და რა თქმა უნდა, ანუ ის რაღაცა მინიმალური გარემო იქნებოდა მისაწვდომი თუ რაც იყო, რაც ევროპაში არის, ჩვენ ვითხოვდით ამის საბაბად, რომ ევროპაში არის და ეხლა რა უნდა ვთქვათ, ერთი ძალიან საინტერესოა, როცა მოვითხოვთ ამას და თან შემიძლია ვთქვა, რომ ხა ჩვენ რაოდენობაზე ესენი თავებს ითვლიან და რა თქმა უნდა, დაიწყება ეხლა ღლიცინი ჩვენ რაოდენობაზე. თამამად ვიტყვი, რომ თბილისის მერს შეუძლია კიდევ პრემიები გამოიწეროს იმაში, რომ ეს ქალაქი იმდენად მიუწვდომელია შემოპირებისთვის, რომ ფიზიკურად ხალხი ვერ მოდის იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრსაც უნდა. დიახ, ვინ გათავისუფლებს სამსახურიდან ვის გულის? გიგა სოფრომაძე მაგალითად. სად მუშაობდა? თბილისის მერიაში და სხვათა შორის ზუსტად შშმ პირთა პროგრამებს კურირებდა და ანუ გამოდის ჩვენი მერიის ლოგიკით, რომ ჩვენ შშმ პირთა პროგრამები არ გვჭირდება იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქში თითზე ჩამოსათვლელი არის შუქნიშნები და გაჩერებების გამოცხადება რაღა გახდა ავტობუსში, რომ ესეც არ არის ბოლოში გაყვანილი და თურმე აღარ გვჭირდება შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი ქალაქს. დიდი მადლობა ესმა, მოგესალმებით, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენც გიჭირდათ ბანრი, რომ პროექტები, რომელიც ევროპიდან ფინანსდება, სასიცოცხლო მნიშვნელოვანი არის თქვენთვის, რა საფრთხეებს ხედავთ ახლა თქვენს წინაშე? მე ვუერთდები პროტესტს, ესმაც თქვა, რომ ნამდვილად ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტა ქვეყანას დააზიანებს, დაგვაზიანებს ჩვენ მე როგორც IT სფეროს წარმომადგენელი ვიტყვი, რომ ყველა ტექნოლოგია რაც ჩვენ გვაქვს ევროპიდან, გვაქვს ამერიკიდან, არაფერი არც რუსული, არც ქართული არ არის, განვითარება მოდის ევროპიდან. ჩვენ და ევროპას უარს ვეთქვით, რა თქმა უნდა, ესეც შეწყდება. მაგრამ თავად რა არის აქ? არ აქვს მნიშვნელობა, პროევროპული იქნება ხელისუფლება, პრორუსული, როდესაც ხელისუფლება დიქტატორულ რეჟიმში შედის, როდესაც ის არ ბევს თავის ხალხს, როდესაც იღებს ის კანონებს, რომლითაც ოპოზიციას გუდავს და აღჭრავს, რუსეთის კანონი უცხოურ გამჭვირვალობაზე, ხო? როდესაც ესეთ კანონს ხელისუფლება მიიღებს, არ აქვს მნიშვნელობა ის პროევროპულია თუ პროაფრიკული. ის ხელისუფლება უნდა წავიდეს. დიდი მადლობა. ხედავთ, ჩეჩმოპირები გამოსული არიან, შეკრებილები არიან რესპუბლიკის მოედანზე, ისინი შეძლებისდაგვარად მოაწყობენ ცხადიან მსვლელობას და კიდევ ერთხელ გააშხერებენ მათ მთავარ სათქმეს, რომ ევროინტეგრაციის გარეშე მათი ცხოვრება გაუსაზრისია.